8 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ქართული თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის პრეზენტაცია იგეგმება. რუსულენოვან თარგმანებს ანა ახმატოვას მუზეუმი უმასპინძლებს. დეტალებზე კი უფრო ვრცლად ანა ნოდია მოგვიყვება. ბექნა ბიჭის და თეკლა გოგოს ამბავს ავტორი თავად გვიამბობს. სათავგადასავლო ჟანრში გადაწყვეტილი გულადი ბიჭის ისტორია წერლის ბავშვობის მოგონებებით აიგინძა. ბონდო მაცაბერიძის ზღაპრების კრებულით სანქტ-პეტერბურგის გამომცემლობა დენგიზი დაინტერესდა. რუსულენოვანი თარგმანი მიხეილ იასნოვს ეკუთვნის. საოცარი ისაა, რომ აღმოჩნდა, რომ რაღაც ერთ სტილში წერთ თურმე მე და იასნოვი. თუმცა გავეცანების თარგმანს და როცა იცნობ ორიგინალს, აღმოაჩენ, რომ რაღაც სტილიც ერთი გვაქვს, რაღაც თავისუფალი თხრობა გვაქვს, რაღაცა ჩვენებური მიდგომა გვაქვს ტექსტთან, სიუჟეტთან და აი ამან გაუვადვილა ამ ადამიანს აი ამ ზღაპრის თარგმნა. ქართველი მწერლის ბონდო მაცაბერიძის ზღაპრები რუსულ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა. ანა ახმატოვას მუზეუმში ზღაპრებთან ერთად თანამედროვე ქართველი პოეტების საბავშვო ლექსების რუსულენოვანი კრებულიც იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ზაზა აბზიანიძის, მარიამ ციკლაურის, ირმა მალაციძის და სხვათა ლექსები გაერთიანდა. განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი და მეტი ავტორი ითარგმნება უცხო ენებზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, წიგნის პრეზენტაციის პარალელურად დაგეგმილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოცემის პრეზენტაცია, ქართული პოეტების რუსულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია. გვიამაყება, რომ ბატონი ბონდოს წიგნი ჩვენი ცენტრის ფარგლებში დაფინანსდა, ეს გახლავთ ჩვენი ცენტრის მიერ დაფინანსებული პირველი საბავშვო ნაწარმოები, რაც ძალიან სიმბოლურიც იყო ჩვენთვის და ასეთი წარმატება წიგნის კიდევ უფრო მეტად გვახარებს. სანქტ-პეტერბურგში თარგმანების პრეზენტაცია 8 აპრილს მოეწყობა, რომელსაც ცნობილი პროზაიკოსები, პოეტები და მთარგმნელები დაესწრებიან.